ზაზა კორინთელი თბილი, ყურადღებიანი და მუსიკალური ბავშვი იყო. თუმცა ოჯახში არავის ეგონა, რომ ზაზას მუსიკალურობა ოდესმე მუსიკოსობაშიც გადაიზრდებოდა. პიანინო ჰქონდა, მაგის გარდა ჰქონდა გიტარა, თუმცა ოჯახის წევრებია ვერავინ ვერ უყურებთ, მაგრამ მეზობელი იყო ასეთი ჩვენი გივი დუღაძე, რომელიც ხშირად შემოდიოდა ხოლმე ჩვენს ოჯახში, ერთად ვიყავით და გიტარაზე შეელო დაკვრა სიმღერები და ორ ხმაში მღეროდით ხოლმე. ზაზა უსმენდა რა თქმა უნდა ამას, თვითონაც აინტერესებდა, უსმენდა ხოლმე მუსიკას მე რადიოს საშუალებით და 10 წლის ასაკში რო შეექმნა, მომთხოვა რომ მამიკო გიტარა მიყიდეო, აუცილებლად უნდა ვისწავლო და შევიყვანე. მასწავლებელი იყო ასეთი მალხაზ კიკნაძე, რომელმაც დიდი ღვაწლი მიუძღვის იმაში, რომ ზაზა ჩამოყალიბდა როგორც მუსიკოსი. დაიწყო ჯერჯერობით სკამებზე დაკვრა, სკამებს იყენებდა. შემდეგ გამოიყენა ქვაბი, გამოიყენა ქვაბის სახურავები გამოიყენა და ბოლოს შეძლო ის, რომ ამხანაგების საშუალებით მოიტანა დასარტყამი ინსტრუმენტი და მეზობლებსაც უხებდა, იმდეს უკრავდა ოჯახში. ბანკეტზე ვნახე, რომ უკრავს პირველად. მანამდე არ იმაში ცოტა სკრომლი ტიპი იყო რა. ვიცი, რომ არ გამოაჩის, შენ თუ კითხავ გეტყვის, თვითონ რო არ დაგახვევს თავი. ხოდა თურმე უკრავს თან მაგრად მაშინაც უკვე ის იყო რა. ერთი ორი აკორდი მეც ვიცოდი, მაგრამ რომ მე სხვა რაღაცა просто კეიფობდი და ისე. ამას შევატყე რომ იმენა მიზანი დასახულია. და იქ დავინახე პირველად. სკოლის დამთავრების შემდეგ ზაზამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ზაზა კორინთელი ჩვენთან ჯერ კიდევ აბიტურიენტი მოვიდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც უნივერსიტეტში თავიდან ყალიბდებოდა ყველა თითქმის ყველა შემოქმედებითი კოლექტივი. ზაზა მოვიდა გულუბრყილო ფართო თვალებით, დახვდა აქ საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომლებსაც თავისი კეთილი გულით და საოცრად ღია გულით ადვილად შეეთვისა, უცებ დაუმეგობრდა ბიჭებს. განსაკუთრებულად გია ჭანტურიას, იმიტომ რომ გია ჭანტურია საოცრად ნიჭიერი კაცია, უცებ გამონახეს საერთო ენა. საიდღანაც გაჩნდა ინსტრუმენტები და აი ესე ნელ-ნელა დაიწყეს მოძრაობა. ზაზამ სწორედ გუნდიდან დაიწყო სიმღერა. სწორედ ქართული ხალხური სიმღერების გუნდში მღეროდა. და ოთახი გამოუყავ, მე როცა უკვე ინსტრუმენტებზე გადავიდნენ, ოთახი გამოუყავი ზევით და ესე იგი, რო შევიდოდნენ ოთახში, დილიდან საღამომდე ისხდნენ. ამ ოთახში, ამ გაყინულ ოთახში, ზამთარში ისხდნენ და უკრავდნენ და აი რა არის იცით მნიშვნელოვანი, აი იმ ქართულ გუნდში სიმღერამ, აი იმ ქართული სიმღერის შესწავლამ მისცა ის ბიძგი, მისცა აი ის რაც შემდეგ მან თავის ანსამბლში გადაიტანა. მოჩვენებაში ფაქტობრივად დასარტყმელ ინსტრუმენტზე დაჯდა ზაზა. იმუშავეთ რაღაც 8 თვე. ამ 8 თვის განმავლობაში ხა კარგად მოგეხსენება, რომ თბილისში რაღაც დაანგრეული იყო ყველაფერი, ალოვის რაღაც მაინც არ ეცალათ ამ კონცერტებისთვის. თვის ხედით და ფიქრობდით საწავულს ვიყავით რა. ხო და დაურეკე და მეთქი აი ანტალია სად არის მეთქი, ხა კი არ ვიცოდი თურქეთი იყო მაშინ თუ რა იყო, მეთქი სად არის რა. ზაზამ რა გადაათვალა რუკები, მე სახში ვიჯექი რუკები, ისე მამის მომხრა თურქეთში ყოფილა თურმე. თურქეთი აქვია. $600 როგორც იყო, მაგრამ მანქანა გაყიდა, მე მთელი ინსტრუმენტები რაც ქონდა, ყველაფერი მივაყიდე და ჩათვალე რომ 3 დღეში წავედით აქედან რა. აი ეს ყველაფერი მოხდა სულ 3 დღეში. ჩვენ რო წავედით 3 რა. ჯგუფს ახლა ჭირდებოდა, 3 კი ვიყავთ, მაგრამ ჭირდებოდა სახელი, ხო და პირველად დავარქვით Zumba Blues Band. მან გავიცანით ერთი შვედი ტიპი, თავის მეუღლესთან ერთად იყო ეს ბიჭი. სახელიც კი არ მახსოვს რა იმ ბიჭის რა. მე ხა ჩვენ ახლა უკრავდით და ეს ბიჭიც უკრავდა, გესმით? ხო და ამ ბიჭმა ფაქტიურად ეს თემა
ამოაქტორა პირველად ეს ზუმბა, რასაც ქვია, ოღონდ ზუმბა ხო აფრიკაში შევცვალეთ ჩვენ ზუმბით. მაგა განაპირობა ჩვენი პოპულარობა საერთოდ თუ ზუმბალენს რამე სახელი ქონდა ხო, ანუ ხო რაღაც სახელი აქვს. ეგ იყო, იმიტომ რომ ელემენტარულად დღისი ჩვენ ვიდექით ქუჩაში ხო, საღამოთი კლუბში და თუ რამე კონცერტი იყო სცენაზე. ანერკა ვნახეთ, რომელიც ფეხებზე იდგა რა. და იმაზე დავდექით რა, აი გარდირობის იატაკი რო აქვს რა, ფეხები, ხო ის ქვედა ნაწილი რომ მოაძრო და დადგა რა, ეგეთი ვარიანტი იყო და ეს იყო ჩვენი სცენა რა. გვიხაროდა რა ცხოვრება, გვიხაროდა ყველაფერი აბსოლუტურად და გვიხაროდა კონტაქტი ხალხთან და ხალხიც ახლა თავიდან როგორ იცი ახლა ხო აკვირდებია რა ხალხი გადის გამოდის და ჩვენ რო დავდექით ეს პლაკატები რაღაცები რა გაიგე უკვე თითქოს ყველა გავლენით ჩერდებოდა რა და ყველა რაღაცნაირად ჩვენ ჭკუაზე ტალღაზე დგებოდა რა და უხაროდა რა იმას ისევე როგორც ჩვენ გვხაროდა გზას დავნაგზობთ ექსკურსიას უძირძველესი პოლონური ქალაქის კრაკოვის ძირძველ მიწაზე. ხუჩის გამოსვლებში გაიცნეს მაგდა, რომელიც იმ პერიოდში უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტზე აფრიკული დული ხმოვანს და შექმნეს მათ პატარა ჯგუფი და ამ ჯგუფის საშუალებით დაიმადეს კიდევ ერთ-ერთი უკრაინელი, რომელიც იმ დროს პიანინოზე უკრავდა და ჩამოაყალიბეს იგივე ზუმბა უკვე პოლონეთში. ვინშეს გადამყინევარ წვერაზე ვინშეს გადარკინის კარები ჰარულაილი ჰარი ჰარალო თბილისში დაბრუნებულმა ზაზამ ახალი შემადგენლობა შეკრიბა და ახალი საინტერესო პროექტებიც წამოიწყო. ევროპაროდია იქიდან რაღაც პატარა ჩანახავდია. შეჩემს ცოცხლებს ისე უხდები ნაზიმიშვილი აი მე ready go ზუმბასთან მოხდი რა დავჯექით და არა ადრე ვიცნობდი ისე რა გამარჯობა როგორ ახარ ესე გავისანი კონცერტზე და მე მოვხდით ერთად აქ შემთხვევით სხვა რეპეტიციაზე ვიყავით დავჯექით დავუკარით და ვა მე ესე უყურეთ ორი წუთი ერთმანეთს გავაკეთეთ ერთ კვირაში კონცერტი და მის მერე ვაკეთებთ და ვაკეთებთ
ერთის ძალიან დიდი სურვილი მქონდა ხოლმე რომ მასთან დამეკვრა რაღაცა და როცა მოვიდა და მითხრა რომ რაღაც პროექტს ვაკეთებ რომ მოდი დავუკრათო, ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება. და ერთი სიამოვნება არის ზაზასთან ერთად დაკვრა, იმიტომ რომ აბსოლუტური თავისუფლება გაქვს. თავისუფლება რა, ჩარჩოები არ არის არანაირი, ისეთი მუსიკა არის. ამ დროს ის იკვრება, ის მოდის, რაც საჭიროა ზუსტად. ერთად რაც ჩავწერეთ ეს არის ერთი ზუმბა და 33-ია. ეს ერთი რაც ჩაიწერა და გამოვიდა, მაგრამ თვითონ უფრო კონცერტული მოძრაობა ქონდა, ვიდრე თქო კლიპები და ჩანაწერები რა. ასპინძაში ვიყავით. მე ჩვენ რავი საქართველოში ბევრად დიდას წავედით ისე რა, არც რეკლამა მოხდა ამისი და არც არაფერი, უბრალოდ ჩვენი ინიციატივა. აკავა არის ხეთარიქს ხეთაჯას კალათრის კარიქრის მეგობარი ახსის კარიქრის სიმღერა გნობა სიმცეში გაშლის დროს გააცილებს ნაცნობი გზა გერების ზღვაში ჩვენ ვზივართ ნავში ზუმბა და 33-ია ახალი ჯგუფი ახალ ალბომებზეც მუშაობს. მანამდე კი ისი კონცერტია რა? იმას. ზუმბას. რაღაც შეიცვალა, მაგრამ ვიღაცისთვის ისევ საყვარელი დარჩა. არა ტრადიციული ფორმით. 3
matla daguapero ulis verdes Vens mi tatas marjus misi tu ves mi tu bene verto shim kholum